მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. ევროკომისარი მარტა კოსის განცხადებიდან თუ ვიმშელებთ, რა თქმა უნდა ველოდოთ იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რაც აქამდე ევროკავშირს უკვე აქვს, ეს არის ქართული ოცნების დღევანდელი რეჟიმის არაღიარების პოლიტიკა და ძალიან ნაცვლად იმის თქმა ქართული მოსახლეობისთვის, რომ ისინი არიან ქართული ხალხის მხარეს და არ დაუშვებენ, რომ საქართველოში დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი ისე დასამართეს, რომ მათ რაღაცა გარკვეული კონფორმიზმის გზით შეეგონონ და თვალით ახუჭონ დემოკრატიის აი ესეთი სწრაფი დასამარების შემყურებმა, რადგან სწორედ არა იმიტომ, რომ უბრალოდ ცუდია, რომ დემოკრატია სამარდება საქართველოში ქართველებისთვის, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ვალდებულებები აქვს იურიდიული აღებული ევროკავშირთან, საქართველო არის სამეზობლო პოლიტიკის წევრი და ასევე საერთაშორისო არენაზეც საქართველოს აქვს ძალიან ბევრი ვალდებულება, სადაც ვალდებულია კანონის და საერთაშორისო კონვენციების წინაშე, რომ არ დაარღვიეს ადამიანის უფლებები, საკუთარ მოსახლეობას ფიზიკურად არ გაუსწორდეს, ისე რომ არ დასაჯოს შემდეგ ამ ფიზიკური ძალადობის ჩამდენი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასე შემდეგ. იგივე მედიასთან, აი თქვენ ახსენეთ, მედიაზე არის დღეს ფოკუსი ევროპარლამენტში, მედიის წარმომადგენლებისადმი დევნა და მათ საქმიანობაში ხელშესლა და ფიზიკური ძალადობა თუ იქნება ეს მათ რედაქციულ პოლიტიკაში ჩარევა და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს არის დემოკრატიის უკუსულა, დემოკრატიის დასამარება, რომელიც მსოფლიო საერთაშორისო დონეზე უკვე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ აღიქმება როგორც საკუთარი ვალდებულებების დარღვევა საერთაშორისო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო აი ამ კონვენციებთან უფრო სწორედ და ასევე ევროკავშირი პირადად არის ამ საკითხში თან ასე ვთქვათ აუცილებელია ევროკავშირმა ირეაგიროს, იმიტომ რომ ევროკავშირს აქვს მიცემული ძალიან ბევრი პრივილეგიები საქართველოსთვის და თუ საქართველო ასეთი გზით მიდის, ევროკავშირი ვალდებულია ირეაგიროს და ამაზე ნაცვლად ეს რეაგირება ქალბატონ თამარ, იმიტომ რომ ჩვენ ცალკეული ქვეყნების მხრიდან ვნახეთ სავიზო დაწესებული სავიზო შეზღუდვები, ვნახეთ ლურჯი პასპორტების, ეგრეთ წოდებული დიპლომატიური პასპორტების გაუქმების საკითხი, თუმცა შესაძლებელია თუ არა ვისაუბროთ იმაზე, რომ კიდევ უფრო შორს წავარლენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და წავლენ ეს შორს წასვლა იქნება ფინანსური სანქციები, რომელიც ემუქრებათ რეჟიმის ლიდერებს. დიახ, ეს ყველაფერი აქეთ ეს განცხადებები სწორედ ამას მიუთითებს. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში იყო შემუშავებული ევროკავშირის საერთო სანქციების პაკეტი და ეს პაკეტი ჯერ დღის წესრიგიდან არ ამოუღია ევროკავშირს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ გარკვეული ქვეყნები ამ პაკეტის მიღებას ბლოკავენ, იმიტომ რომ გადაწყვეტილების წესი არის ეგეთი, რომ ყველა ქვეყნის თანხმობა არის საჭირო. ამიტომ მე არ გამოვრიცხავდი, რომ საერთო ევროკავშირის სანქციების რეჟიმი ძნელია საქართველოსთვის დაწესდეს, მაგრამ დღევანდელი მთავრობისთვის, მაგრამ არ გამოვრიცხავდი, რომ ეს მოახერხოს ევროკავშირმა და თუ არა და ჩვენ ვიცით, რომ კერძოდ ქვეყნები უკვე გარკვეული ქვეყნები ამ ყველაფერს უკვე აკეთებენ და ასევე არ გამოვრიცხავ კი არა პირიქით ეჭვია მეპარება, რომ ეს მიდგომა გაგრძელდება და იქნება ეს მსურველთა კოალიცია, რომელიც აი ამ სანქციებს ორმხრივად დააწესებენ და ევროკავშირის მხრიდან თვითონ გარდა იმისა, რომ დიპლომატიური პასპორტების გაჩერება იყო, ამ სავიზო რეჟიმის გაჩერებაზე, შეჩერებაზე, შეწყვეტაზე თუ დროებით დაპაუზებაზე არის საუბარი. მე მოგატყუებთ, რომ არ გრძელდება ევროპაში ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ევროკავშირი ეძებს გზებს, რითაც უფრო ნათლად წარმოაჩენს საკუთარ პოზიციას და ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით უკვე უმაღლეს დონეზე ადგება არანაირი შეხვედრები, ყველანაირი ასე ვთქვათ თანამშრომლობა არის შეწყვეტილი, ეს ხო არის უკვე ფაქტი და ეს არის დიქტატორებს. ასე არ ექცევიან ყველა დიქტატორებს, ასე ექცევიან იმ დიქტატორებს, რომლებიც მანამ ევროკავშირს ეუბნებოდა, რომ მე შენი გზით მოვდივარ, შენთან შემოსვლა მინდა, ანუ ატყუებდნენ ევროპელებს და ატყუებდნენ საკუთარ მოსახლეობასაც. ანუ ეს ძალიან ესეთი უცნაური
სიტუაციაა, როგორც წესი მაგალითად არის გარკვეული დიქტატორები, რომელსაც არასდროს არ გამოუხატეთ იმ ერებს ჯერ. არასდროს არ გამოუხატეთ ამბიცია, რომ ევროკავშირში შესულიყვნენ და იყვნენ ევროპული ერები და იმ ერებს მე ისთავითი საკუთარი დიქტატორები ასე მტიფრად არ ადგენდნენ მაგალითად როგორც დღეს ქართველერსატყვევებს გარკვეული მადლობა ქალბატონ თამარ თქვენი დროისთვის. თამარ გუგულაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ბრიუსელიდან, სანამ ჩვენ ვსაუბრობდით ამასობაში დიდმა ბრიტანეთმა